ლეიტენანტ მდინარაძის სახვრალი ხელი ტვინი და ცოტა შესიებული კოჭები უცებ დაეტყოს სულს. დიდი ავტორიტეტი ამ კანტორას არასდროს უსარგებლია, მაგრამ ახლა რომ იჭრის თავსა და ყელს თან ბლაგვიდანით ასეთი ლილუაშვილის დროს არ უქნია. არც ოხანაშვილის დროს მეტეორიტით რომ ჩაუქროლა იქაურობას და გაქრა. გქმ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ. ოჩახ მამუკა, რაღაც მასშტაბურ დებილობას ველოდით და შენ იმედი არ გაგვიცრუე. ბაჩიაშვილის თვითცემის ვერსია, რომელსაც ციხის უფროსის თვითმკვლელობის ვერსია დააუმატე, ყველაზე დიდი დებილობა რის მოფიქრება შეიძლებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა იმაზე დაფიქრება, რომ მიშას შემდეგ ქვეყნის ყველაზე დაცულმა და ყველაზე მნიშვნელოვანმა პატიმარმა. არავის ეწყინოს, მაგრამ ბაჩიაშვილი რეალურად ბორია ივანაშვილისთვის ყველაზე ღირებული პატიმარია, $1 მილიარდი ღირებულების. აი, ამ პატიმარმა ბაჩიაშვილმა სხვა ციხიდან ვიშიბალები გამოიწერა თან ორჯერ, რომ შეძლების დაგვარად მაგრად ეცემათ. გაატეხინა თავი, ისე რომ ნაკერები დასჭირდა, გონი ხელიც მოატეხინა, დაიმართა ტვინის შერყევა. შემდეგ წაშალა მთელი ციხის შიდა კამერების ჩანაწერები, რომელიც სხვათა შორის ციხიდან კი არა დეპარტამენტიდან იმართება, საბურთალოზეა დეპარტამენტი და იქვე ინახება. აი, ეგ არქივი ციხისაკენად წაშალა და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გაეშავებინა ბატონი ბიძინას უმციკლო სახელი და საქმიანი რეპუტაცია. ახლა ველოდებით ბრიფინგს, როგორ შეიტყვა ბაჩიაშვილმა ციხის ყოფილი დირექტორი ავტოფარეხში. როგორ გაითამაშა მისი თვითმკვლელობა და ესეც ბატონი ბიძინას უმციკლოობას აღკიდა ტვირთად. რა თქმა უნდა, საკენიდან გამოუსვლელად. მერე არ თქვათ, რომ ამ ლეღვობებს სუს რუსები არ უწერენ. თან უწერენ, თან დასცინიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩემო მამუკა, შენ კლასიკა წაგაკითხეს, ისე რომ ვერც გაიგე. ქართულად წაგაკითხეს გოგოლის უკვდავი ნაწარმოები რევიზორი, რომელშიც პოლიციელი გაროსგავს უნტერ-ოფიცრის ცოლს და მერე პასუხისმგებლობა რომ აერიდოს, უცხოათ ამტკიცებს, მაგან თავისი თავი თვითონ გაეროსგაო. 190 წელი გავიდა რევიზორის დაწერიდან და ქართული ოცნება ერთი ნაბიჯით ვერ განვითარდა, ერთი ნეირონით. ოღონდ რა არის გასაკვირი, როცა უფროსად თვით ხლესტაკოვი უზით.